მოგესალმებით მეგობრებო, დროა გავაკეთოთ ლაივი. მალე დაბნელებები გვაქვს. თან კომპიუტერთან შემოვალ, რომ კითხვები გამოჩნდეს. მეკანავათებ პაულო სანტოს მეგობრებო. მალე გვექნება დაბნელებები სულ რამდენიმე დღეში. 7 სექტემბერს გვექნება სასულთნოება და მთვარის დაბნელება მეგობრებო და უკვე 7 სექტემბრიდან შევალთ ეგრეთ წოდებულ დაბნელებების კორიდორში, იგივე დაბნელებების დერეფანში, ხო? და ეს პერიოდი იქნება 7 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით. საკმაოდ გასაფრთხილებელი პერიოდია. ბევრი ადამიანი უკვე წინასწარ გრძნობს, თუნდაც ჯანმრთელობის მხრივ, შინაგანი გრძნობების მხრივ, ხო ზოგს უძილობა აქვს პირიქით ძილიანობა მუდმივად, ხო? ანუ ჩვენი ორგანიზმი წინასწარ რეაგირებს ხოლმე, სანამ იქნება დაბნელებები. ამიტომ უცნაური სიმპტომატიკა თუ გაქვთ ახლა, ხო, განსაკუთრებით ეს ეხება, რა თქმა უნდა, თევზებს და ქალწულებს, ხო, იმიტომ რომ, ძირითადად ამ ნიშნებზე ხდება ახლა ეს ყოველივე. და ვისაც ამ ნიშნების გავლენა აქვს, არ გაგიკვირდეთ. ეს ყველაფერი არის ზუსტად იქიდან გამოწვეული, რომ ჩვენი პლანეტა ემზადება, რომ მოხდეს ესე იგი მზის და მთვარის დაბნელება სულ წელიწადში ორჯერ არის ხოლმე და მეორე გვაქვს წელს. გვქონდა მარტის პერიოდში და წინასწარ გავცხრებით, რომ მარტი ერთ-ერთი ყველაზე რთული თვე იქნება 2025 წლის თქო და ბევრს მართლაც მასე აუხდა. კონსულტაციებზე ხშირად განვიხილავთ ხოლმე ამას. და შემდეგი ყველაზე რთული თვე არის სექტემბერი ამ წლის, ხო? ბოლო ყველაზე რთული თვე შემდგომში ამ თვისნაირი მძიმე თვეები 2025 წელს აღარ იქნება, ხო? ამიტომ სექტემბერი და განსაკუთრებით დაბნელებების კორიდორი მეგობრებო უნდა გავიაროთ ძალიან მშვიდად და ფრთხილად. ეხლა როგორ ვაკეთებთ ამას, ხო? პირველ რიგში არ გვინდა არავითარი სახის კონფლიქტები, საქმეების გარჩევა, სერიოზული შენაძენები, სერიოზული წამოწყებები, არ გვინდა ოპერაციები, ხო? თუ გადადება შეგიძლიათ ძალიან კარგი რომ გადადოთ ეს ყოველივე, ხო? თუ არ არის რაღაცა საჩქარო და ექსტრემალური. ამავდროულად რა არ შეიძლება კიდევ დოკუმენტებზე ხელის მოწერა. რატომ? იმიტომ რომ ეს არის ძალიან საბრისწერო პერიოდი. ამ პერიოდში, რასაც ხელს მოაწერთ, მე შეიძლება სანანებელიც გაგიხდეთ, იმიტომ რომ ეს იქნება უკვე ერთგვარი კოსმიური ბეჭედი დაესმება ამ ყველაფერს და შემდგომში ვეღარ გამოასწორებთ. ამიტომ ნებისმიერ სახის სერიოზული წამოწყება, სერიოზული შენაძენი, სერიოზული გადაწყვეტილება უმჯობესია გავაკეთოთ 21 სექტემბრის მერე. ხო? ზოგადად ოქტომბერში ჯობია საერთოდ რო ჩაიაროს ამ თვე მერე ჯობია, მაგრამ ჯობია რომ ამ დაბნელებების კორიდორის მსვლელობის დროს, ესე იგი 7 სექტემბრიდან 21-ის ჩათვლით არაფერი სერიოზული არ გავაკეთოთ, ხო? ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად, არ ავყვეთ პროვოკაციებს, არ გვინდა კონფლიქტები, იმიტომ რომ ნებისმიერი სახის თუნდაც პატარა თითქოს და უმნიშვნელო კონფლიქტით შეიძლება შემდგომში ძალიან სანანებელი გაგიხდეთ, იმიტომ რომ დაბნელებები ყველაფერს 1000 მაგებს. ეს არის ყველაზე სერიოზული და მძიმე პერიოდი. მეგობრებო და რა თქმა უნდა, ახლა წინასწარ გავფრთხილებთ, რომ
იყოთ მზად და შვიდი ნერვებით და ცივი გონებით შევხვდეთ, ესე იგი ამ არც თუ ისე მარტივ დაბნელებებს მეგობრებო. ნუ გავიხსენოთ მარტის თვე. შეგიძლიათ დაწეროთ კიდეც კომენტარებში, ვის როგორი მარტის თვე გქონდათ წელს, იმიტომ რომ როგორც ვიცი, ბევრი ცხოვრებაში სერიოზული და გარდამტეხი ტრანსფორმაციები მოხდა ზუსტად აი დაბნელებები რო გქონდა, ხო, მარტში. ამიტომ ეხლაც მოსალოდნელია მსგავსი ცვლილებები ან დაუშვათ იმ სიტუაციების განახლება, რაც მოხდა წინა დაბნელებების დროს. ამიტომ კარგად გაიხსენეთ მარტის პერიოდში როგორ გათამაშდა ეს ამ წლის დაბნელებები თქვენთვის. ეს კარმულად მნიშვნელოვანია. ესე იგი რა გავაკეთოთ მეგობრებო 7 სექტემბერს. გვაქვს სასვენ მთვარება და მთვარის დაბნელება, ხო? იქნება მთვარე თევზებში. მზე ქალწული, მთვარე თევზები. ეს ყოველთვის არის კავშირში ერთგვარ შინაგან განკურნებასთან, ხო? ამ შემთხვევაში აქ არის ისეთი მომენტი, როდესაც ჩვენი არაცნობიერი ოცნებები, ჩვენი ინტუიცია, ემოციები ერწყმის ქალწულის ლოგიკურ და პრაგმატულ ხედვას, ხო? ამიტომ ამ დღეს, ხო, 7 სექტემბერს რა შეგვიძლია გავაკეთოთ? შეიძლება გავაკეთოთ მედიტაცია დავუშვათ და დავაკვირდეთ ჩვენს შეგრძნებებს, ხო? დავალაგოთ ჩვენი ემოციები, შეიძლება დავალაგოთ სახლიც თუნდაც, ხო? და დავალაგოთ სამომავლო გეგმები. ოღონდ არაფერი სერიოზული არ გვინდა ამ პერიოდში. რიტუალებსაც დიდად არ გირჩევთ ეხლა, იმიტომ რომ ძალიან საბედისწერო პერიოდია, ზოგი კი აკეთებს კი და ნამდვილად 1000 მაგი ძალა იქნება ამ ყველაფერს, მაგრამ ერთი რაღაცაც რო შეგეშალოთ, მე ძალიან ცუდად შემოგვიბრუნდება. ამიტომ სარისკო პერიოდია და თუ არ ხართ დარწმუნებული თქვენ ძალებში, ჯობია რომ არ გავაკეთოთ არანაირი სერიოზული მანიფესტაცია, იმიტომ რომ დაბნელებებს ყოველთვის აქვს ძალიან საბედისწერო შლეიფი, მეგობრებო, ეს გავითვალისწინოთ, ხო? ამიტომ ძალიან საფრთხილო პერიოდია. აი დაბნელებების დერეფანი უკვე ახლოვდება, მეგობრებო. ეხლა ასევე მეგობრებო უნდა განვიხილოთ თუ რა ასპექტირება გვაქვს. ნუ ორი ნეგატიური ასპექტია, ეს არის მერკური, ურანის დაპირისპირება და მარსი, იუპიტერის დაპირისპირება, რაც არის ეხლა. მარსი, იუპიტერის დაპირისპირება რას ნიშნავს? რომ შეიძლება იყოს აქ არაობიექტური და გრანდიოზული მოლოდინები რაღაც საქმეების დაწყების წინ. და ეს იწვევს ხოლმე დიდ იმედგაცრუებებს, ხო? ამიტომ ამ პერიოდში თუ რაიმე სახის საქმის წამოწყება გიწევთ, უმჯობესია ზედმეტი მოლოდინები და იდეალები არ გქონდეს, იმიტომ რომ მე დიდი ალბათობა არის იმედგაცრუებების და იმის, რომ ისე არ წავიდეს, როგორც ჩვენ გვინდოდა, ხო? ეს ასპექტი ზუსტად აი ამას იძლევა. ამავდროულად მერკური ურანის დაპირისპირება რას იწვევს? ეს არის ნერვოზულობა, მენტალური, ეს არის, როდესაც ადამიანის გონება არასვენებს და გონება მუდმივად გეუბნებათ, რომ მე მინდა თავისუფლება, მე მინდა სიახლეები, მე მინდა სიგიჟეები და ასე შემდეგ. მოკლედ, ერთგვარი პროტესტის განცდა თუ გაქვთ შინაგანი და თავგადასავლების წყურვილი მენტალურად, ხო? და აკვიატებული აზრები ეს ყველაფერი იცის მერკური ურანის დაპირისპირება. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ეს გენიალური ასპექტია, ხო და შეიძლება რაღაცა ისეთი არაორდინალური აზრები მოგივიდეთ, მეგობრებო, რაც კარგია რომ შემდგომში ჩაიწეროთ და მერე განხორციელდეს ეს ყოველივე, მაგრამ აი ამ ასპექტის ეს ნეგატიური გამოვლინება რა არის, რომ შეიძლება იყოს სპონტანური და დაუფიქრებელი ქმედებები. ამიტომ დიდად ნუ აყვებით ახლა თქვენს გავარვარებულ გონებას, ასე ვთქვათ, ურანისგან, ხო? ეს არის აქ მნიშვნელოვანი. დანარჩენი ახლა არაფერი ისეთი მძიმე და საბედისწერო და სასიკვდილო და ცუდი ასპექტი არ გვაქვს. ეს ყველაფერი გავიარეთ უკვე, მეგობრებო, აგვისტოში გქონდა, გაგაფრთხილეთ კიდეც.
ეს ორი ნეგატიური ასპექტია ეხლა მეგობრებო, რაც განვიხილეთ და გაგაფრთხილეთ. შემდგომში რა თქმა უნდა, ეხლა მზე გვაქვს ქალწულში, ამიტომ მიწის ნიშნებისთვის ქალწული, კურო, თხისრქა კარგი პერიოდია ჯამში, თუ თქვენი პერსონალური, ვიმეორებ, პერსონალური ტრანზიტები თუ გიწყობთ ასევე ამაში ხელს. ამავდროულად, ვისთვის არის ეხლა შედარებით, ენერგოტონუსი დავარდნილი, ხო? ეს არის სასწორი და თევზები. 22 სექტემბრამდე სასწორებს და თევზებს აქვთ ენერგოტონუსი შედარებით დავარდნილი, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგია რომ მეტი დაისვენოთ. კიდევ პლანეტების ტრანზიტი, რაც უნდა განვიხილოთ მეგობრებო, რა თქმა უნდა, ეს არის ვენერას ტრანზიტი, ვენერა გვაქვს ლომში. რა თქმა უნდა, ხო ლომებისთვის კარგი პერიოდია ფინანსურად, მშვილდოსნებისთვის, ვერძებისთვის, ცეცხლის ნიშნებისთვის და ძალიან ისეთი პერიოდია სულ შორის არ დავმალავდა რომანტიული, ხო? პლანეტარული კონფიგურაციების გათვალისწინებით, იმიტომ რომ მარსი გვაქვს სასწორში, ვენერა ლომში, ძალიან ისეთი ნარცისული და რომანტიული მდებარეობებია, ამიტომ ეხლა ბევრი წყვილიც შეიქმნება აქედან გამომდინარე. ანუ კარგი პერიოდია ჯამში, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თავზე, ხო? მოვუაროთ ჩვენს თავს, დავისვენოთ, ვიზრუნოთ ჩვენს თავზე, თვითპრეზენტირებაზე, ხო? ამისთვის იდეალური პერიოდია, მეგობრებო. თუმცა, რა თქმა უნდა, 7 სექტემბრიდან უნდა ვიყოთ ფრთხილად. უნდა ვიყოთ ფრთხილად, მეგობრებო, ყველა. ამაზე გაგაფრთხილეთ უკვე პრინციპში. დაბნელების დროს ყველაზე მაგარი რაღაცები ხდება ჩემთან. აჰა, საინტერესოა, ხო? ანუ საბედისწერო მაინც არნიშნავს ცუდს. ზოგისთვის საბედისწერო იქნება დადებითი კუთხით. უბრალოდ მე მაინც გაფრთხილებთ, რომ სერიოზული გადაწყვეტილებები ამ პერიოდში არ ვარგა, იმიტომ რომ ხო ჩვენ არ ვიცით დადებითი შლეიფი ექნება თუ არა ამ დაბნელებებს, ხო, თქვენთვის ინდივიდუალურად. ეს რთულია რომ გავიგოთ, მით უმეტეს თქვენი ტრანზიტები თუ არ ვიცი, ხო, პერსონალური პროგნოსტიკა. ამიტომ ამ შემთხვევაში ძალიან კარგია რომ ვიცოდეთ ადამიანის ტრანზიტული რუკა, ხო, დაბადების თარიღის და საათის მიხედვით და ლოკაციის მიხედვით, სადაც ის არის, დგება უკვე ტრანზიტები და იქ ჩვენ ხვდებით თუ რომელ სახლებში რა ასპექტირებით მოხდება ეს დაბნელებები ინდივიდუალურად თქვენთვის და იქ რა თქმა უნდა მიხვდებით უკვე რა სახის კორექტირება არის საჭირო თქვენი მხრიდან რომ კარგად ჩაიაროს ამ დაბნელებებმა, ხო? ეს უკვე ინდივიდუალური საკითხია და ამას უკვე კონსულტაციაზე განვიხილავთ ხოლმე. და ბევრი კითხვა შემოგვივიდა მეგობრებო პროფესიულ რუკაზე, რომ რა არისო ეს. ხო, ეხლა მქონდა პოსტი პროფესიულ რუკაზე და ამიტომ აქაც ჩავშლი. იმიტომ რომ ზოგი ვერ მიხვდა რას ნიშნავს პროფესიული რუკაო. ჩვენ გვაქვს საკმაოდ ბევრი სერვისი, როგორც ასტროლოგიური, ასევე ნუმეროლოგიური, ხო? შესაბამისად, კერძოდ პროფესიული რუკა ეს არის უკვე წერილობითი სერვისი, რომელიც მოიცავს თქვენი პერსონალური მონაცემების მიხედვით პროფ ორიენტაციას, ანუ იქ განიხილება, ხო, წერილობითი სერვისია და იქ მიიღებთ ფაილს რჩევებით, ჩემგან ანალიზ, თავის ახსნებით, სადაც ჩანს თქვენი პლანეტების მდებარეობა, იქ ჩანს კარმული მისია და პროფ ორიენტაცია, ანუ რა სფეროში, რა პროფესიებში იქნებით თქვენ წარმატებული იმისთვის, რომ მოიზიდოთ წარმატება, აღიარება და ფინანსები. ამიტომ ეს მშვენიერი სერვისია, თუ დაუშვათ, ვერ გადაგიწყვეტიათ, აი რა პროფესია არჩიოთ, ან უნდა ჩააბაროთ დაუშვათ, ხო? იდეალური სერვისია ამისთვის.
ეს პროფესიულ რუკაზე ბევრი კითხვა შემოვიდა და მაგიტომ განვიხილავ აქ თუ რას ნიშნავს ეს სერვისი, ხო? ანალოგიურად გვაქვს ფინანსური რუკაც, ეს უკვე უშუალოდ ფინანსების მოზიდვას ეხება, თქვენი პერსონალური მონაცემების გათვალისწინებით ხდება ანალიზი პლანეტარული, ასტროლოგიური და იქ უკვე დგება ანალიზი თუ რა ქმედებებია თქვენგან საჭირო იმისთვის, რომ მოიზიდოთ ფინანსები მარტივად თქვენი ინდივიდუალური პლანეტების განლაგების მიხედვით. ფინანსური რუკაც, პროფესიული რუკასთან ერთად არის წერილობითი სერვისები. ასევე გვაქვს სასიყვარულო რუკა, რომელიც ასევე წერილობითია და ეს უკვე არის განხილვა თქვენი პირადი ურთიერთობების, ხო? ანუ როგორი პარტნიორული სფერო გჭირდებათ თქვენ, ხო? და რა გჭირდებათ, რომ ამ სფეროში თქვენ გაითვალისწინოთ. ხო, ეს ისეთი წერილობითი სერვისებია. Ну, კიდევ გვაქვს ჯანმრთელობის რუკა, ასევე წერილობითი სერვისია და ეს უკვე თქვენს ჯანმრთელობას ეხება, ხო? ანუ ანალიზია თქვენი ჯანმრთელობის, ხო? ანუ რა დაავადებებისკენ ხართ მიდრეკილი თქვენი პირადი რუკის მიხედვით. რა არეულობა არის მოსალოდნელიო სექტემბერ-ოქტომბერშიო საქართველოში? მხოლოდ საქართველოში არა, მსოფლიო მასშტაბით არის ახლა არეულობა და ისეთი წელია, რომ საქართველოში კი არა. გალაქტიკაშია ლამის არეულობა და რა თქმა უნდა, ეს ჩვენაირ ქვეყნებსაც ყოველთვის ეხება ხოლმე ეს მსოფლიო დაყოფა და არეულობა და მე ამაზე წინასწარ გაფრთხილებდით ჩემს 2025 წლის პროგნოზში, ესე იგი, სვამას ვამბობ, რომ ვისაც არ გინახავთ, აუცილებლად ნახეთ. მერე ლაივი რო დამთავრდება, ადმინებს ვთხოვ და ჩააგდებენ ლინკს, იმიტომ რომ როგორც ჩანს, ბევრს არ გინახავთ. რაც იქ თქვი წინა წელს, ამ წლის პროგნოზე რო ვსაუბრობდი, ეს ყველაფერი უკვე ეხლა ხდება. შესაბამისად, ასე 15-ჯერ გამეორება არ მიყვარს ხოლმე. ამ თემაზე მაქვს ჩაწერილი ვრცელი ვიდეოები. რა თქმა უნდა, არეულობა იქნება, მაგრამ ეს ქაოსი საჭიროა იმისთვის, რომ გადავიდეთ ახალ ეტაპზე. ამას მოსდევს ქაოსი ყოველთვის. და ხო, ვინც ტიბეტურ თასებს ელოდებოდა, ბევრმა გადაგვადებინეთ და ჩამოგვივიდა, ცალკე ვინც გადაგვადებინა, მოგწერენ ჩვენი ადმინები, ხო, ჩვენი წარმომადგენლები და გამოგეგზავნებათ, ხო, ვისაც გინდათ რომ შემდეგი პარტიად ჩამოვა ამ თვეში, ხო, ვისაც გინდათ რომ გადაგიდოთ, უნდა მოგწეროთ პირადში და გადაგიდებთ, ხო? ასეთ უსაყვარლეს კომპაქტურ ტიბეტურ თასებს, აი ბევრმა გადაგვადებინა და ჩამოგვივიდა უკვე ამ კვირაში. აი ასეთი კომპაქტური ტიბეტური თასები მეგობრებო. ამ თვის ბოლომდე კიდევ ველით ახალ პარტიას და თუ გადადება გინდათ, მოგწერეთ მეგობრებო აუცილებლად. იქამდე მე დავკრავ კიდევ გაჩვენებთ ამის, როგორც ამბობენ ხოლმე, წკრიალა ხმასო. ეს ჩაკრალური წმენდისთვის იდეალურია, ჩაკრებს წმინდავს ეს ხმა, ეს ვიბრაცია. მეგობრებო, ვისაც გინდათ კონსულტაციაზე ჩაწერა, 1 საათიან ონლაინ კონსულტაციაზე ჩემთან, ამ კვირაში გვაქვს ადგილები და ჩასაწერად უნდა მოგწეროთ პირადში და ადმინები გეტყვიან რა თარიღები, რა საათები გვაქვს თავისუფალი. ძირთადად WhatsApp-ით ხდება ხოლმე ჩართვები, თუმცა სხვა პლატფორმებსაც ისეთ როგორც არის Zoom-ი და უშუალოდ ან Google Meet-ი ვიყენებთ ხოლმე ჩართვებისთვის, მეგობრებო, კონსულტაციაზე თუ გინდათ პირადად ჩემთან გასაუბრება და კითხვები გექნებათ პროცესში, ამ ყველაფრის განხილვა, მაშინ ონლაინ კონსულტაციაზე უნდა ჩაეწეროთ და გვაქვს ადგილები ამ კვირის ბოლომდე კიდევ თავისუფალი და დეტალებზე მოგწერეთ პირადში. კი ბატონო, კიდევ შემოვალ აქ კომპიუტერით, რომ ვნახო კითხვები რაღაც. არ მიჩანს აქ. სად არის? ჭედავს უკვე.
ასეთეთი რომ გავიგო დაბადების ზუსტი დრო საჭირო, ხო, საინტერესო კითხვაა. კი, კონკრეტულად ასცენდენტზე რომ საუბრობთ, კი, ასცენდენტი ითვლება ადამიანის დაბადების საათით. დაახლოებით ასე 1-1.5 საათის შუალედი მაინც უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ გავიგოთ შემდგომში რა ასცენდენტი გაქვთ. იმიტომ რომ ცვალებადია საათობრივად ასცენდენტი. კი. დღეს მაგალითად YouTube-იც და Google-იც ცოტა ხნით გათიშული იყო საერთოდ. არ ვიცი თქვენ ნახეთ თუ არა, მაგრამ მსოფლიო მასშტაბით, ევროპის ქვეყნებში მოხდა კაზუსი და გაითიშა. ჯერ რეტრო მერკური არ გვაქვს, მაგრამ ვინაიდან დაბნელებები ახლოვდება, უკვე მსგავსი რაღაცები ხდება, ხო? ამიტომ თქვენც ხა თუ უცნაური შეგრძნება გაქვთ ან თავის ტკივილები დაგუშვათ, ხო, ან ძილიანობა, ეს უენერგიობა, ნერვოზულობა, დეპრესიულობა, რაღაცა უცნაური სიმპტომები თუ შემოვიდა თქვენს ორგანიზმში, ხო, თქვენს ფსიქიკაში. ეს ყველაფერი არის ზუსტად აი ამ დაბნელებების კორიდორის გავლენა, ხო, იმიტომ რომ მალე შევალთ უკვე დაბნელებების კორიდორში. მეგობრებო, 7 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით ეს პერიოდი დაიმახსოვრეთ, რომ არაფერი სერიოზული არ გავაკეთოთ. ამ პერიოდში ვიყოთ მაქსიმალურად მშვიდად, წყნარად და ფრთხილად. ეს არის აქ მნიშვნელოვანი. 21-ში გვექნება უკვე მზის დაბნელება. ხო, აი მზის დაბნელება საკმაოდ საინტერესოა, მეგობრებო. რა თქმა უნდა, ეხლა ახალთვარობა იქნება და შეიძლება აქ სურვილების ჩაფიქრება, მაგრამ ძალიან სწორედ უნდა გააკეთოთ, არაფერი არ უნდა შეგვეშალოს აქ. თუ გინდათ, რომ სწორედ წავიდეს ეს ყველაფერი. ამიტომ ვინც გეგმავთ, რომ მაინც გააკეთოთ მანიფესტაცია ამ დაბნელებების კორიდორში, 21-ში შეგიძლიათ რომ გააკეთოთ. კი ბატონო. შეგიძლიათ თუნდაც თვალის ელექსირის რიტუალიც, რაც დევს ჩვენს გვერდზე და არაერთხელ ვახსენე წინა ლაივებში, ესეც შეგიძლიათ გააკეთოთ, უბრალოდ არ უნდა შეგვეშალოს, ხო? ანუ ეს ოქროს წესი რაც გვაქვს მანიფესტაციის, რომ ნეგატიური ფორმულირებების გარეშე, ხო? რომ გავაკეთოთ, შეგიძლიათ ან აწმყო დროში, ან ისე ვთხოვოთ, რომ მე ეს მინდა და უშუალოდ რომ მოვიზიტო, მაგრამ უნდა იყოს სიტყვა არ ის გარეშე, არ, ვერ და ასე შემდეგ ეს ნეგატიური ფორმულირებები სამყაროს არ ესმის. ამიტომ მაქსიმალურად პოზიტიური ფორმულირებებით შეგიძლიათ რომ გააკეთოთ. ან ჩამოწეროთ დაუშვათ, ან ისე უბრალოდ მედიტაციის დროს მივართოთ სამყაროს. ანუ ბევრნაირი ხერხია მანიფესტაციის, ხო? ანუ თქვენ რომელიც უფრო მოგიხერხდებათ და რომელიც უფრო კომფორტულია თქვენთვის შეგიძლიათ გააკეთოთ, ხო? მაგრამ ხო შეზღუდვები არ გვაქვს. არ გვაქვს არანაირი შეზღუდვა. ხო, ვინც ახლა შემოვიდა, ვსაუბრობთ სექტემბრისთვის პროგნოსტიკაზე და დაბნელებებზე, რაც გვაქვს, მეგობრებო, მალე სულ რამდენიმე დღეში გვექნება და აუცილებლად უნდა გავფრთხილდეთ და ვინც ვერ დაესწრო ამ ლაივს, აუცილებლად შევინახავთ ამ ლაივს და სერვისების ჩამონათვალი თუ გაინტერესებთ, მეგობრებო, დევს გვერდზე. თუ ვერ ნახავთ, შეგიძლიათ მოგწეროთ პირადში და ადმინები ჩაგიგდებენ სერვისების ჩამონათვალს თავის ფასებით და ვისაც გინდათ კონსულტაციაზე ჩაწერა, მაქვს რამდენიმე ადგილი თავისუფალი ამ კვირაში და მოგწერეთ პირადში, მეგობრებო, ან დატოვეთ კომენტარი და ადმინები დაგიკავშირდებიან ყველა დეტალზე.